დაძმებო, აი ცოტა თემიდან გადავერთე. დღეს ისლამოფობები, ანუ ვისაც უნდათ ცუდად აჩვენონ ისლამი ხალხისთვის, როცა ახსენებენ ხალხისთვის სიტყვა ჯიჰად ან სიტყვა შარიათი, ეგრევე აჩვენებენ ცუდი მხრიდან ხალხისთვის. ჯიჰადი არ არის ის, რომ როცა ადამიანი კლავს უდანაშაულ ხალხს. ჩვენი სანამ აი ეს ხალხი დაიწყო მაგაზე ლაპარაკი, ჩვენი ალიმები, დიდი ალიმები მაგაზე უკვე 80-იან წლებში მაგაზე ლაპარაკეს. ჰავარეჯების წინააღმდეგ, თაქფირისტების წინააღმდეგ, ექსტრემიზმის წინააღმდეგ ალიმები მაგაზე თქვეს. როცა მაგალითად ბინ ლადენმა როცა გააკეთა, რას გააკეთა ყველანი იცის, შეიხ ბინ ბაზოზე კითხეს მაგაზე, ეს ადამიანი ომობსო ალლაჰის გზაზე. არა, შეიხმა თქვა, რომ შეიხ ბინ ბაზმა თქვა, ეს ადამიანი ომობს შეიტანის გზაზე. ანუ სანამ ვიღაცა რაღაცა თქვა, ჩვენმა ალიმებმა უკვე მაგის წინააღმდეგ ილაპარაკეს. და არავის არ აქვს უფლება, რომ ანუ ვერავინ ვერ იტყვის, რომ ისლამი ანუ მაგალითად არის ანუ ტერორიზმის მხარეს და ასე შემდეგ. პირიქით, ისლამი არის ტერორიზმის წინააღმდეგ. ან მაგალითად იძახიან აი შარიათი, იღებენ სიტყვა შარიათს და არასწორ კონტექსტში მაგას სვამენ და მერე აფცელებენ და ცუდად რაღაც ხალხის, ანუ ხალხს აშინებენ. ან მუსლიმანი შარიათი უნდა სიტყვაზე აშინებენ ხალხს. არა და შარიათი რა არის? შარიათი მაგალითად მე ხარ თქვენ თუ გაგიღიმით, ეგა შარიათია. როცა ჩვენ მეზობლებს კარგად ვეპყრობით, ეს არის შარიათია. როცა შენ მეუღლებს კარგად ვეპყრობი, ეს არის შარიათია. პატივისცემა ხალხის, პატივისცემა, ანუ დახმარება, ღატაკი ხალხის, ეს ყველაფერი შარიათია. მაგრამ ისინი რას იღებენ? კონკრეტულ რაღაც მაგალითად სიტყვაზე ჩვენთან არის ისლამში რა არის? თუ ვიღაცა მკვლელი, ვიღაცა მოკლა ადამიანი ხო? მაგას რა? იგივე, ანუ მაგას იგივე ელის რა? რას? მაგასაც მოკლა ელოდება. თუ ვიღაცა მამაკაცი სიტყვაზე გააპატიურებს, ქალს გააპატიურებს, შარიათი, ჩვენი ან ისლამური კანონით რა? მაგას სიკვდილი ელოდება. ანუ და იღებენ ამ მომენტებს და მარტო მაგას ხსნიან ხალხის, ანუ სხვა რაღაცა არ ახსნიან. მაგას მე ჩვენზე მუსლიმანებზე რა არის, რომ აუხსნათ ხალხს, რომ ხალხა შეეშინდეს. იმიტომ არის ზოგიერთი ხალხი, რომელიც სპეციალურად იყენებს ამ სიტყვებს, აფცელებს ხალხში, რომ ხალხი შეეშინდეს ისლამში, ისლამი შეეშინდეს.